და მიუხედავად იმისა, რომ მედიაში წინასწარ სხვადასხვა კანდიდატზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, ამ ორმა პარტიამ, ლელო ძლიერმა საქართველომ და გახარიას გუნდმა არჩევანი გააკეთეს ირაკლი კუპრაძეზე და ადგილობრივ არჩევნებში კახა კალაძის მთავარი კონკურენტი იქნება სწორედ ის. ამ პროცესს და ამ ღონისძიებაზე, რომელიც გუშინ გაიმართა ევროპის მოედანზე, წარადგინა ალეკო ელისაშვილმა. ამ პროცესში თავიდანვე მათ მიმართ გაჩნდა კითხვა და ახლაც აქტუალურია თუ რა შენს ხედავენ ისინი. უკვე მესამე წარდგენილი კახა კალაძის დასამარცხებლად მართალია თბილისში ოპოზიციური განწყობები ჭარბობს და ეს გასულმა არჩევნებმაც აჩვენა, თუმცა ახლა ვითარება არის რადიკალურად განსხვავებული, რადგან იმ პროცესში მონაწილე ორი მსხვილი გაერთიანება უარს ამბობს საარჩევნო პროცესში მონაწილეობაზე. ირაკლი კუპრაძე მედიას ეუბნება, რომ გამარჯვების შანსი არსებობს და თუ როგორ აღწევენ ისინი წარმატებას, ისინი გვეუბნებიან, რომ მათი мотиваცია ესაუბრონ ყველა ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა და დაარწმუნონ ისინი, რომ ეს არის ბრძოლის გზა, რომელიც არის გამოსაყენებელი და რომლის შედეგი შეიძლება იყოს ის, რაც ყველას აერთიანებს, ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. თბილისი უნდა იყოს სოლიდარობის, ძლიერების და თავისუფლების და ევროპული ღირებულებების ქალაქი. ამის გაკეთება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ თბილისელების სრული უმრავლესობა, რომელიც არ უჭერს მხარს ქართულ ოცნებას, აიღებენ პასუხისმგებლობას, მივლენ არჩევნებზე და უარს ეტყვიან რუსულ რეჟიმს. ჩვენი მთავარი мотиваცია იქნება, რომ ვისაუბროთ საზოგადოების, თბილისელების რეალურ ყოფით პრობლემებზე და მათ შორის ორიენტირებული ვიყოთ ორ მთავარ მოთხოვნაზე პოლიტიკური ბრძოლისა. რეჟიმის ტყვეების თავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები. არ არსებობს უთანასწორო ბრძოლა, რომელშიც არ უნდა იბრძოლო. უნდა იბრძოლო ამ ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებისთვის ყველგან და ყოველთვის. ჩვენ ვირჩევთ ბრძოლის სტრატეგიას და თუ თბილისელები მიიღებენ სწორედ ამ გადაწყვეტილებას, რომ არ დაუთმონ ბიძინა ივანიშვილს და სწორედაც რომ გამოვგლიჯოთ თბილისი და ყველა დიდი ქალაქი რუსულ რეჟიმს, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ გამარჯვება. გუშინდელ ღონისძიებაზე ვიცე-მერობის კანდიდატებად წარადგინეს ალეკო ელისაშვილი და ტატა ხვედელიანი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არის გიორგი შარაშიძე. ის მედიასთან საუბრობს, რომ ქართული ოცნების დასამარცხებლად მათ აირჩიეს დემოკრატიული ფორმები, როგორიც არის ადგილობრივი არჩევნები და ის ასევე იმედოვნებს, რომ ამ პროცესში ჩაერთვება ყველა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, მიუხედავად იმისა, თუ ვის შეიძლება უჭერდეს ის მხარს საპარლამენტო არჩევნებში. გიორგი შარაშიძე ასევე ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ყველაზე ნაკლებად აწყობს ქართულ ოცნებას და შესაბამისად ეს არის გზა, რომელიც მათ აირჩიეს იმის გამო, რომ მიაჩნიათ, რომ ამ გზით არის შესაძლებელი ბიძინა ივანიშვილის პარტიის დამარცხება. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ჩვენი პოლიტიკური ძალის, ასევე კოალიცია ძლიერი საქართველოს რეიტინგი მუდმივად მზარდი გახლავთ და ამავე დროს ჩვენ ველით მხარდაჭერას ასევე ოცნების იმ ამომრჩევლების, რაც არ არის მცირე ნაწილი და საკმაოდ დიდი ნაწილია, ვინც კარგად ხვდება თუ როგორ მოატყუა ერთხელ უკვე ოცნებამ საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც თავის ამომრჩეველს ღირსებით ევროპისკენ სულ ასპირდებოდა, აი ამ ამომრჩევლის დიდი ნაწილი ასევე ჩვენ დაგვიჭერს მხარს და ასევე ჩვენ ველით ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების ასევე დიდი ნაწილის მხარდაჭერას. შესაბამისად, შანსები საკმაოდ მაღალია, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში. ჩვენ ვიცით, რომ დგავართ სწორ გზაზე. ჩვენ ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვსცემთ, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს მთავარი ბრძოლა გადის არჩევნებზე, რადგან ზალადობას, რასაც ოცნება ჩადის, ჩვენ ზალადობით არ უპასუხებთ. ჩვენ მოძალადე რეჟიმს დავამარცხებთ მშვიდობიანი დემოკრატიული ფორმებით. ასე გაიხსნა გუშინ ამ ორი პარტიის საარჩევნო კამპანია. ეს ხო ღონისძიება, რომელშიც ორივე პარტიის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა არ და ვერ იღებდნენ მონაწილეობას ლიდერები. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პატიმრობაში არიან. გუშინ იქ შეკრებილებს მიმართა მამუკა ხაზარაძე, მისი აუდიო მასალა გაუშვეს დიდ ეკრანზე. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის საქართველოში არ იმყოფება და ჩვენ არ ვიცით საარჩევნო კამპანიაში ის ჩაერთვება თუ იქნება მონაწილე დისტანციური ფორმით. ასევე ითქვა, რომ თუ კი სხვა ქალაქებში წარადგენენ ისინი კანდიდატებს, ეს იქნება საერთო კანდიდატები. შესაბამისად, ახლა სავარაუდოდ მსჯელობა მიდის თუ ვის შეიძლება გაკეთდეს არჩევანი სხვა ქალაქებთან დაკავშირებით და ალბათ ახლო მომავალში უკვე სხვა გადაწყვეტილებებსაც ვნახავთ ამ ორი პარტიის მხრიდან.